გამარჯობათ მეგობრებო, გავაგრძელოთ Kubernetes-ის საბაზისო ვიდეო კურსი ქართულ ენაზე და ამ გაკვეთილში მე შევეხები YAML საკონფიგურაციო ფაილებით Kubernetes-ის სხვადასხვა კომპონენტის მართვას, ხო? Ну რა არის ეს ყველაფერს ვნახავთ, რა თქმა უნდა, და სანამ იგი ვნახავთ ამ მომენტებს, ცოტა უდენი თეორიული მომენტიც გავიაროთ, ხო? მოდით დავიწყოთ პირდაპირ და განვიხილოთ რაზე არის საუბარი. იგი წინა გაკვეთილებზე ჩვენ ვუშვებდით სხვადასხვა ბრძანებებს, ხო? იხედავთ ამ ბრძანებებს და ეს ბრძანებები გვეხმარებოდა დეპლოიმენტების ჩართვაში, სერვისის ჩართვაში და წაშლაში და ასე შემდეგ. პოდების მიმატებაში, გამოკლებაში და შემდეგ და ეს ბრძანებები ფაქტიურად არის ერთ-ერთი მიდგომა ამ Kubernetes-ის სისტემის სამართავად და არა მარტო Kubernetes-ის, ახლა სხვა სისტემებთანაც იგივე პრინციპია, ხო? ანუ საუბარია იმპერატიულ მიდგომაზე. Ну, რაც უხეშად რო ვთქვათ, ესე იგი რაღაცა ბრძანება ავკრიფეთ ტერმინალში, დავაჭირეთ enter-ს, გაიშვა და მაშინვე შესრულდა ეს ბრძანება, ან არ შესრულდა რაღაცა შეცდომის გამო, ყოველ შემთხვევაში ეს არის იმპერატიული მიდგომა. მეორე მიდგომა არის დეკლარატიული მიდგომა. მე ახლა რა თქმა უნდა უხეშად ხსნი ამას, იმიტომ რომ არის იგი ნიუანსები და უფრო სიღრმეები, მაგრამ ძირითადი პრინციპი ეს არის. არის დეკლარატიული მიდგომა, რომელიც გულისხმობს რა, ჩვენ კონკრეტულ ფაილში, კონკრეტულ ენაზე, ასე დავარქვათ, გავწერთ რა გვინდა მივიღოთ და ამ ფაილის გაშვების შემდეგ სისტემა ეცდება ამ ფაილში აღწერილ მდგომარეობამდე მიიყვანოს სიტუაცია, ხო, აი თავისი კომპონენტები, თავისი სერვისები, იქნება დეპლოიმენტები, პოდები, Kubernetes შემთხვევაში თუ სხვა. ანუ ორი მიდგომა გავწერეთ ბრძანება, გავუშვით იმპერატიულია, ხოლო დეკლარატიულია, გავწერეთ რა გვინდა საბოლოო ჯამში, რა სიტუაცია გვინდა და ამ ფაილის გაშვების შემდეგ მივიღოთ, ეს არის დეკლარატიული, ხო? ანუ იმპერატიული და დეკლარატიული მიდგომები და გესმოდით. მოდით ახლა ესე იგი აქამდე რაც ვაკეთებდით, ეს იმპერატიული მიდგომა. შესაბამისად, ეს არ ეხება მარტო Kubernetes და ზოგადად სხვაგანაც იმპერატიული და დეკლარატიული მიდგომები გვაქვს, ხო? Ну ასეთი ტიპის სისტემებში. ახლა მე რა მინდა დღეს გავაკეთო? მე გამოვიყენებ YAML, ასე თუ გაგიათ, ესეთი YAML. Ну, შეიძლება ენა დაერქვას, ну, თლად კლასიკური ენის ცნება ეს არ არის. და ჩვენ შევქმნით ამ YAML-ის ფაილს, ხო? სხვადასხვანაირად წარმოითქმის, ესეც უნდა ითქვას, YAML-ი ზოგი სხვანაირად უძახის, YML-ი და ასე შემდეგ, ну, არ აქვს მნიშვნელობა, მე YAML-ს ვუძახი და ჩვენ შევქმნით ფაილს, მანდ გავწერთ ინსტრუქციებს და ამ ფაილს გავუშვებთ. ამით მართვა თვითონ Kubernetes კლასტერის და არა მარტო ინფრასტრუქტურის პროექტების მაგალითად AWS-ის კიდე სხვა, უფრო მარტივდება, იმიტომ რომ ფაილში ხედავ რა კომპონენტებია გაწერილი, შეცდომა უფრო იკლებს, ვიდრე იმპერატიული მიდგომის დროს, როდესაც თითო ბრძანებას უშვებ და რაღაცა შეცდომა შეიძლება გაგეპაროს. უფრო დაორგანიზებულია, ასე ვთქვა და უფრო ეფექტურია სამართავად. მოდით ახლა ზუსტად აი ეს გავაკეთოთ. პირველი რაც მე დამჭირდება, შეგახსენებთ რომ ეს ჩვენ პროექტზე უნდა გავაკეთოთ. აი ეს პროექტი მე მაქვს აი Flask project საკხალდეში, მე გავაკეთებ კიდე ერთ საკხალდეს. მოდით აქვე გავაკეთებ ამ საკხალდეს. დავარქვევ K8s project, ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა და მასში ჩავაგდებ ამ საკხალდეს, Flask-ის საკხალდეს. ამას სპეციალურ განზრახ ვაკეთებ, ვინაიდან მე მინდა მივიღო გარკვეული სიტუაცია. მე დავხურავ ახლა Visual Studio Code-ს, რომ გადამატანინოს ეს საკხალდე, ჩვენ დაგჭირდება დღეს Visual Studio Code-ი. აი, ესე იგი ასეთი სტრუქტურა მინდა მივიღოს. მე დაარქვით საკხალდეს, მაშინ ჩააგდეთ ჩვენი არსებული პროექტი და შემდეგი ნაბიჯი არის აი მე შევალა კონკრეტად Visual Studio Code-ში. შეიძლება სხვა IDE გამოიყენოთ, არ არის პრობლემა, მაგრამ შესაბამისი გაფართოების მოძებნა მოგიწევთ. ახლა მე ხსნი ჩემი პროექტის საკხალდეს, ეს არის K8 ეს project, აქ არის ბატონო და დავასელექტე ეს
Visual Studio Code-ო, აი ესეთი სიტუაცია ხაგერ არის ჩვენი პროექტი. და კიდე რა დამჭირდება extension-ში გაფართოებებში Kubernetes-ის გაფართოების დაინსტალირება, ხო? Kubernetes აი ეგერ არის. ძირითადი გაფართოების დაინსტალირება ის დაგვეხმარება Kubernetes-ისთვის YAML ფაილების გენერაციაში დავაინსტალიროთ აი ესეც. საბოლოო ჯამში მე შემიძლია სხვა რედაქტორითაც გავაკეთო იგივე Sublime-ით, ხო, მე მიყვარს მასთან მუშაობა, მაგრამ ხელით რო არ მომიწევს ყველა ბრძანების გაწერა და გენერაცია, Visual Studio Code-ში გავაკეთებ ამას. თუმცა, როგორც ვიცი, Sublime-საც აქვს გარკვეული პლაგინები, რომლებიც ამის ავტომატიზაციას უზრუნველყოფენ. ან სხვა IDE-ები, რომელიც თქვენ გიხარიათ, უბრალოდ ნახეთ, როგორ ქვია იმ პლაგინებს, თანამედროვე ID-ს წესით უნდა გქონდეს Kubernetes-ის ფაილების ძირითადი სტრუქტურის გენერაცია. ახლა შემდეგი ნაბიჯი, რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, შევქმნით ფაილს ამ დონეზე, დაგვირდით საკხალდე პროექტის და მისივე დონეზე, არა საკხალდეში პროექტის, არამედ საკხალდის დონეზე, არა შიგნით, არამედ მის დონეზე. დავარქვათ deployment. ხო, შეიძლება დაიწეროს assets, ესეც დასაშვებია, ხო, გაფართოება, ან შეიძლება დაიწეროს EIA ზოგიერთ, ორივე დასაშვებია და აი გამოიცნო ეგრევე extension Visual Studio Code-მა ეს გაფართოება, ხო? Okay, ახლა რას მაძლევს მე? აი რატო დავაყენე ის გაფართოება, ხო? სინამდვილეში აქ მე თუ ახლა ავკრიფავ სიტყვა deploy თუნდაც ან უკვე ხედავს, ხო? deploy-ს თუ აკრიფავთ, დაინახავთ აი ამ გაფართოების მუშაობის შედეგს. უკვე ის ხარნახობს, ეს ხო არ გინდა გააკეთო deployment-ი, ხო არ გინდა Kubernetes-ის გააკეთო. კი, გვინდა დავაჭიროთ და აი დამიგენერირა საბაზო კარკასი YAML გაფართოების მქონე ფაილში, სადაც ახლა რაღაცებს გავაკეთებთ. და მივხედავთ ამას ყველაფერს. შედეგად ეს შეიძლება სხვაგან ხელითაც გაწეროთ, მაგრამ დრო მოიგოთ, არის ხოლმე სხვადასხვა პლაგინი. მაგალითად, ერთ-ერთი ესეთია. დავამახსოვრე ეს. ფაილი აქ ახლა რაღაცების შესაძლებელი გვაქვს ჩვენ და მივხედოთ ამას. პირველი deployment-ი რა ტიპის არის ეს ფაილი? ეს ფაილი არის deployment-ი გავაკეთოთ. აქ ავტომატურად swams ესე იგი ვერსიას, API-ის ვერსიას არ ვეხებით, ვტოვებთ როგორც არის, ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს. არის metadata, ასე ვთქვათ, რომელიც deployment-ის სახელს მიუთითებს. ჩვენ deployment-ის სახელი ახლა თუ დავაკვირდებით, ხო, წინა გაკვეთილებზე რა დავარქვით. ის deployment-ის სახელი ქონდა აი ესეთი. მოდით აი იგივეს დავარქვი მე. აქ თუმცა შეგიძლიათ სხვა დაარქვათ, არანაირი პრობლემა აქ არ არის. და ქვემოთ სელექტორის, ისე იგი ეს არის deployment-ის შესახებ ინფორმაცია, ქვევით არის სპეციფიკაცია deployment-ის შესახებ, არის სელექტორი, არის template-ი, ხო? აი ორი ასეთი გასაღებია, ახლა მე ვისაუბრებ YAML-ის განსაზღვრებებს. საბოლოო ჯამში მე აქ სადაც ხედავთ თქვენ მარცხენა მხარეს ეს არის გასაღები key, მარჯვენა მხარე არის აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში value, ხო, მნიშვნელობა. აი Python-ის ლექსიკონები თუ იცით, ან ზოგადად dictionary ტიპის სტრუქტურა თუ იცით, აი ზუსტად ის არის და აი მაგალითად არის სიტუაცია, სადაც არის გასაღები და ამ გასაღების მნიშვნელობა არის კიდევ ერთი ლექსიკონი, აი ხედავთ. კიდევ ერთი key values წყვილია, ხო? აი აქ გასაღები და აქ ხედავთ ორ ლექსიკონს, ერთი ლექსიკონი, მეორე ლექსიკონი, ხო? აი მასში კიდე შეიძლება იყოს ლექსიკონი, კიდე შეიძლება იყოს ლექსიკონი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ სადაც ხედავთ ჩვენ მაგალითად აი ესეთ მინუს, ხო? აი ეს მანიშნებელია იმის, რომ საქმე გვაქვს C-ასთან, ხო? აი ამ ლექსიკონში უკვე არის C-ა, ხო? C-ის სახით აქ ბევრი კომპონენტი შეიძლება C-ის სახით იყოს წარმოდგენილი უშუალოდ ლექსიკონში. ეს უკვე ნიუანსებია, მაგრამ საბაზოებია თვითონ ამ YAML გაფართოების მქონე YAML სტრუქტურისთვის, ხო, ასე ვთქვათ. ჩვენ კიდე ახლა რაღაცებს გავაკეთებთ და უფრო გავეზრებთ ამას. მე ავიღებ ახლა ამ სელექტორსაც. სელექტორებზე მე მქონდა სხვათა შორის საუბარი წინა თეორიულ მასალაში. შეგიძლიათ გადაემიოროთ, ახლა ამაზე დროს არ დავხარჯავ. template-ი, სელექტორი და template-ი ერთი და იგივე სახელებით დავარქვი, იმიტომ რომ მაწყობს, რაც
რაც არის იყოს ასე თქვა სპეციფიკაციაში ხო template-ის სპეციფიკაციაში ეს არის ხო პოდის სპეციფიკაცია საუბარი აი კონტეინერი პოდები აქ ჩვენ ავიღებთ ისევ სახელს და როგორც ხედავთ აქ გვყავს image-ს ეს არის აი ის image-ი ის ესე იგი ყალიბი რაც რის ბაზაზეც გვინდა პოდი გავუშვოთ. ჩვენ ამას მივხედავთ. ხო, ცოტა ხანში მე დააკოპირებ ზუსტად რო არ შემეშალოს. ქვემოთ ვხედავთ ისევ ლექსიკონ სპორტს, ხო, გასაღებს და ქვევით ისახით კონტეინერი სპორტი, რომელიც მუშაობს შიდა ოღონ და ნუ სხვა შორის ამის მითითება სავალდებულო როგორც ვიცი, მაინც არ არის. თუმცა ჩვენ მაინც მივთითებთ კოდის წაკითხვისას უფრო ახმადი იქნება ეს ყველაფერი. ნელ-ნელა ჩავყვები, მოდით ახლა ნელ-ნელა ჩავყვები მე ზოგიერთ პუნქტს, სელექტორებს კიდევ ერთხელ ახლა სერვისაც ავაწყობ და კიდევ ერთხელ მიგითითებთ როგორ გვეხმარება ის, ნუ შემთხვევაში გარკვეული სახელის მქონე პოდებს გააკონტროლებს, ხო? და უყრის თავს ამ deployment-ში template-ი უკვე აქვს პოდების მხარე, ხო? უშუალოდ კონტეინერის მხარე. რა გვაინტერესებს აქ კიდე ესე იგი კონტეინერის სახელი უნდა იწყებოდეს ასე ნუ თავისი დაგენერებული კიდე ID მიენიჭება ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ იმიჯი აი იმიჯი მე ზეპირად არ მახსოვს და მოდით თუნდაც იგივე ჰისტორიაში ვნახავ ჩემი დაბილდული იმიჯი რომელიც უკვე GitHub-ზე დევს მე ავიღებ პირდაპირ დავაკოპირებ აი ესე ავიღებ ტეგის გარეშე. Შეიძლება ტეგიც მივთითო, მაგრამ ტეგის გარეშე ავიღებ ამას, იმიტომ რომ latest მაწყობს, ანუ ბოლო იმიჯი მაწყობს და საბოლოო ჯამში ჩვენ აქ გვექნება ის იმიჯი, რომელიც ბაზაზეც გვინდა გავუშვათ ჩვენი deployment-ი. თქვენი იმიჯი მივთითეთ. აქ რესურსებსაც ხედავთ, აი გარკვეული ლიმიტების დაწესება შეიძლება ერთ პოდზე, ნუ აქ მეგაბაიტები ხო memory და აქ CPU-ს. ნუ აქ აი CPU-ს შემთხვევაში მაგალითად ეს 500 ნიშნავს 0.5 ბირთვის ნახევარი. აი ბირთვის მეოთხედი თუ გინდათ 250 დაწერს და ასე შემდეგ შესაბამისად. ანუ ეს არის 0.5 ნახევარი ბირთვი გამოაყენებინი ამ პოდს მაგალითად ან სხვა მნიშვნელობით. კონტეინერს რაც ეხება ჩვენ მე როგორც მახსოვს კონტეინერი ანუ Flask-ის ეს აპლიკაცია მუშაობს 5000 პორტზე ეს შიდა პორტზეა საუბარი არა გარე პორტზე თუ გარე პორტს ალკე სერვისის პორტს ალკე გავაკეთებთ და პრინციპში მეტი აქ არც არაფერია. ახლა არავინ ხელს არ გვიშლის რომ სხვანაირად დავარქვა deployments იგივე templates ხო და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ როგორც წესი და იგივე სახელს არ ქმევენ, ვინაიდან ცნებები სხვა, მაგრამ სახელი ემთხვევა და მარტივად ხდება ამის მართვა შემდეგ. კარგი, მეტი რა გვინდა ჩვენ აქ, მეტი არც არაფერი არ გვინდა, deployment-ის ფაილი მზად არის, ახლა მოვიდოთ რომ გავუშვათ ის და ნუ პირველი რაც მე მინდა, ჯერ ერთი minikube უნდა ჩავრთო ხო, ისე არაფერი არ გაეშვება. გავუშვი minikube start-არ და გავიწყდეთ docker desktop-ი უნდა იყოს გაშვებული Windows-ზე თუ ასაუბარი, ნუ Linux-ზე შესაბამისად, ხო, შესაბამისი თული, ინსტრუმენტი როგორც კი ეს დაიქოქება, ჩვენ ვიქნებით მზად, მოდით ნახოთ რა სიტუაცია აქვს. kubectl get pods არის, რამე პოდები არ არის, არც ერთი პოდი გაშვებული. და მოდით ახლა გავუშვათ ჩვენი deployment-ი. ახლა მე ჯერ ერთი უნდა გადავიდე იქ, სადაც ეს პროექტი მაქვს, Kubernetes project, ხო, ასე დავარქვი. მასში მაქვს აი ესეთი ორი, ნუ ერთი ფაილი და ერთი აქ ხალდე, აი ეს პროექტი აქ არის უშუალოდ აი ეს კონფიგურაციო YAML ფაილი. და მე ამ ფაილის ბაზაზე უნდა გავაკეთო გამოძახება, გაშვება, ხო? kubectl apply -f das ნიშნავს files და რა დავარქვი deployment YAML. ხო, შეგახსენებთ YAML-ი შეიძლება h გარეშეც დაიწეროს გაპარტოვებაზე თუ ასაუბარი. გავუშვათ deployment-მა დაიწყო შექმნა, ასე ვთქვათ, თუ ჩვენ ნახავთ kubectl get deploy ბრძანებას, ნახავთ რომ უკვე deployment-ი პრინციპში გაეშვა. kubectl ნახოთ პოდები get pods
და ერთი პოდიც გაშვებულია, ანუ default-ად ერთი პოდია გაშვებული, ვინაიდან და რადგანაც ამ template-ის ბაზაზე საერთოდ არ მაქვს მითითებული რამდენი პოდი იყოს გაშვებული ამ deployment-ში. ამიტომ default-ად აიღო ერთი ცალი. ამას ახლა ვნახავთ როგორ დავამატოთ პოდების რაოდენობა. მაგრამ ეს არის საბაზო კონფიგურაცია, რომელიც ჩვეულებრივ ესე გავწერე და დეკლარატიული მეთოდით გამოვიძახი გავუშვი და არა იმპერატიული მეთოდით და ეს არის რეალურად საქმეში დღესდღეობით უფრო აი ამ მიდგომას იყენებენ დიდ პროექტებში ვიდრე პირველში ახლა თითო ბრძანება უფრო ტაქტიკური სწრაფი ან შემოწმებისთვის ან რაღაცის გასაკეთებლად მაგრამ სტრატეგიულად უფრო აი ეს მიდგომა დღესდღეობით პოპულარული და სწორიც არის იმიტომ რომ აქ პირდაპირ ფაილშივე ჩანს ვიზუალურად ჩანს რა კონფიგურაცია რას ვითხოვთ რა ლიმიტებია რა ქვია სელექტორებს თვითონ deployments ახლა პოდების რაოდენობასაც დავამატებ და ასე შემდეგ მოდი შეჯერეთ ის შევამოწმოთ ახლა ეს მუშაობს თუ არა საერთოდ ხო ეს კი გაეშვა მაგრამ მოდი ნახოთ get დავწუნდეთ get pods -o white kubectl დამოვიწყდა kubectl get pods white აგერ ამ IP-ზე მე თუ შევალ minikube ssh დავკონექტდი შევედი minikube-ში და CURL-ით გავუშვი და დაუკაკუნე აი ამ IP მისამართს და ხო პორტი დამავიწყდი პორტი აუცილებლად უნდა მიუთითოთ სწორი თუ საუბარია Flask-ის აპლიკაციაზე, აგერ არის ბატონო. ესე იგი, ამ პოდმა, ამ IP-დან, ამ პორტიდან გაგვცა პასუხი, გვიპასუხა აგერ არის ბატონო. მისი ამ პოდის მუშაობის შედეგი. კარგი, მოდით ახლა კიდევ ვნახოთ სხვა რამ. ესე იგი, ნუ ჯერ ერთი გამოვალ, აქედან არ მინდა. და გვეუბნებიან ასეთ რამეს, რომ ჩვენ გვინდა ერთი ცალი პოდი არ გვაწყობს deployment-ში, აი როგორც წინა გაკვეთილებში ვაკეთებდით, აი რამდენიმე 3, 4, 10 პოდი გვინდა ვთქვათ. მაგრამ ვთქვათ, არ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს, როგორ გავწეროთ ასეთი ტიპის დეკლარატიულ ფაილში, ასეთი ტიპის საკონფიგურაციო ფაილში. ნუ შეიძლება დავგუგლოთ, შეიძლება სხვანაირადაც მივდგეთ ამას, აი მაგალითად მნიშვნელოვანია იცოდეთ Kubernetes დოკუმენტაციის მქონე საიტის გამოყენება Kubernetes აი ვენგონ სწორად დავწერე ვხედავ ხო აი Kubernetes-ის საიტით გადავდივართ დოკუმენტაციაში და აქ არის განყოფილება reference მოდით გავადიდებ ცოტა reference შეგნით უამრავი პუნქტია ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში ახლა ვიპოვოთ Kubernetes API აგერ არის და workload resources, ხო, workload resources ქვეშ, ანუ აქ დავუწყებოთ. დავინახავთ აი სხვადასხვა კომპონენტებს, ხო, პოდები, binding-ები, replica set-ები, deployment-ი, აი deployment-ი გვაინტერესებს ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში deployment-ში ან deployment-ებში აი მაგალითად თუ ჩავიხედებით, დავინახავთ აი რისგან შედგება deployment template, ხო, აი API ვერსია, kind რა ტიპის არის ეს ფაილი, მეტა მონაცემები, სპეციფიკაციები და აქ თუ დავაკვირდებით ახლა, ხო, აქ ფაქტიურად პოდების რაოდენობა თვითონ deployment-ში, აი ეს არის deployment-ი. თვითონ არ არის პოდების რაოდენობა, ხო, ეს თუ გვინდა გავზავთ რეპლიკები, ხო? რეპლიკებია. სამაგიეროდ ეს ყველაფერი ხდება სპეციფიკაციებში დავაკვირდეთ, აი deployment-ში არის განყოფილება სპეციფიკაცია. ახლა კოდს რო დავაკვირდეთ, აი მაგალითად, სად არის? აი სპეციფიკაცია. და მასში deployment spec-ში შეგვიძლია ჩავიხედოთ, აი დავინახავთ რეპლიკას. აი ეს უკვე არა deployment-ი, არამედ deployment სპეციფიკაცია, ანუ თავისებური ხეა აქ ამის თქვა მინდა და თუ პირდაპირ ვერ ხედავთ გარკვეულ ატრიბუტს შეგიძლიათ დაწყაპოთ რაღაც დონეზე ქვევით იქნება. მაგას რა თქმა უნდა გამოცდილებით მოდის რასად იმალება, მაგრამ
საკმაოდ ლოგიკურადაა მაინც აქ დაალაგებული. აი რეპლიკას ვხედავთ, რეპლიკას და აქ რიცხვი გამოიყენებო, დაწერე რეპლიკას, 2 წერტილი რიცხვი გამოიყენებო, დეფაულტად 1 უდრისოა, ეგერ გვიხსნიან პირდაპირ. გავაკეთოთ ჩვენ ეს გვინდა deployment-ის სპეციფიკაციის დონეზე, ხო? ანუ აი აგერ deployment-ის სპეციფიკაციის დონე და ავიღოთ სპეციფიკაციაში უბრალოდ სპეციფიკაციაში ხო? აი სელექტორის გვერდზე რეპლიკას ხო? რეპლიკას გვინდა. ესით ბრძანება შევამოწოთ ხო? რეპლიკას აგერწერია და კი ბატონო. რამდენი იყოს თქვათ 7 ცალი კონტეინერი, ხო? ან ნაკლები ავიღოთ ჯერ 4 ცალი კონტეინერი იყოს თქვათ. 4 ცალი კონტეინერი გავწერე და მეტი არც არაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ 4 ცალი კონტეინერი, 4 ცალი პოდის გაშვების ინსტრუქცია გავწერეთ ჩვენ აქ, მაგრამ ეს ავტომატურად არსად არ გამოჩნდება. ანუ მე თუ გადმოვალ აი აქ და პოდებს ვნახავ. უბრალოდ ბრძანებას გავშვებ პოდების, ისევ ერთი კონტეინერი მაქვს. ანუ თავისით ეს არაფერი არ იმუშავებს. ამიტომ საჭიროა ამ template-ის თავიდან ჩატვირთვა და history-ი აი აგერ არის ბატონო ეს ბრძანება apply ისევ იგივე ფაილს უთითებ, გავშვი და ნახოთ რა სიტუაცია get pods. ესე იგი აი ხედავთ 4 ცალი გამოჩნდა, 3 ცალი იქმნება, 1 ცალი უკვე გაშვებულია და პრინციპში თუ კიდევ ერთხელ გავშვებ ამ ბრძანებას 4 ცალი კონტეინერი დავინახეთ. და ესე მარტივად ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ რაოდენობა ჩვენი კონტეინერების ჩვენი პოდების აი ამ ფაილში, ხო? კიდე რა შეიძლება მოდით დავათვალიეროთ. kubectl describe deploy და რა დავარქვი deployments დავარქვი აი ესეთი სახელი აქვს ჩვენს deployments აბა შევედით შიგნით დავათვალიეროთ აქ თუ ნახავთ აღწერას აი ეგერ არის for desired 4 არის მოთხოვნილი 4 არის აპდეიტებული ჯამურად 4 გაშვებული 4 წვდომადია და მას შემდეგ ყველაფერი რიგზია აქ შეგიძლიათ სხვა ინფორმაციებს ნახოთ describe ბრძანებაზე ჩვენ გქონდა საუბარი კარგი კიდევ რა აბა რა დავამატოთ კიდევ აი მაგალითად ჩვენ გვინდა აი ეს გავაკეთოთ სერვისით ხო სერვისით წვდომაროებას იმიტომ რომ ახლა რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს არის შიგნიდან წვდომის დახმარებით შეგვიძლია ვნახოთ პოდებში რა ხდება გარედან ახლა ბრაუზერით რომ მიუკაკუნო სერვისის გარეშე არ გამომივა ხო ანუ ჩვენ ვაკეთებდით load balancer ტიპის სერვისს მაგრამ ჩვენ ახლა არა იმპერატიულად არამედ დეკლარატიულად უნდა გავაკეთოთ აი ამ ფაილების ან საკონფიგურაციო ფაილების დახმარებით და თუ სერვისზეა საუბარი ჩვენ შეგვიძლია ის ახალ ფაილში შეგვიძლია კი არა უნდა გავაკეთოთ ახალ ფაილში იგივე დონეზე სადაც deployment-ია და დავწეროთ service.ia კიდევ ერთ ფაილი შექმნით, სადაც იქნება სერვისის კონფიგურაცია გაწერილი. აქაც თუ მე დავწერ service, ხო, აი მეხმარება ის გაფართოება Visual Studio Code-ის, რომელიც შემიქმნის საბაზო პუნქტებს, საბაზო ატრიბუტებს, ვერსიას, რა ტიპის ფაილია, აი სერვისის ტიპის ფაილია, დასახელება სერვისის, სელექტორი, აქ რომელ deployment-ი იქნება მიბმული ამაზე, ხო, სელექტორში, აი აქ მნიშვნელოვანია მივთითოთ, რომელ deployments გააკონტროლებს, ხო, აქ პორტები აქ უკვე საუბარია გარე პორტზე. საიდანაც ჩვენ მიუკაკუნებთ და შიგნით გადაგომის სამართლებს ეს არის თუ არ ვცდებ წინა გაკვეთაზე 4-5-იანი მქონდა ეს პორტი ხო და target პორტია ეს სამიზნე პორტი შიდა პორტზეა საუბარი აქ 5000 იქნება მოდით ახლა დავწეროთ ეს ჯერ მე მინდა ავიღო და სახელი სერვისაც იგივე სახელს დავარქვევ აუცილებლად აქ მნიშვნელოვანია რომ deployment-ის სახელი იგივე იყოს იმიტომ რომ თუ გვინდა ეს deployment-ი მართო სერვისმა იგივე სახელი უნდა გავწეროთ შეგიძლიათ სხვა სახელები აიღოთ, მაგრამ აქაც და აქაც უნდა ეთქვეობდეს. და პორტი, რა ვიცი, ამე ავიღოთ, იყოს ისე 4-5-იანი, target პორტი 5000 ეს.
სინამდვილეში აქაც შემიძლია მე 5000 გავწერო, მაგრამ ნუ იყოს როგორც არის, მაგრამ აი ესეთი კონფიგურაცია თუ მე ახლა ამ ფაილსაც გავუშვებ, ის ავტომატურად შემიქმნის მე კლასტერის ტიპის endpoints ასე ვთქვათ, ხო? იქ ხო რამდენიმე ტიპი გვაქვს შენ, ერთ-ერთია load balancer და default-ად load balancer-ი არ იქნება. ამ default template-ში რაც დაგვიგენერირა ამ განფართოებამ არ არის მითითება საერთოდ რა ტიპის სერვისს ქმნით, ხო? და ჩვენ მე ვისაუბრეთ თეორიულ მასალაზე, რომ შეიძლება სხვადასხვანაირი ტიპის სერვისები გქონდეს. ამიტომ ეს მოსაგვარებელი ამბავია და ისევ და ისევ ვთქვათ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ, რა ვქნათ, ხო? გადმოვედით დოკუმენტაციაში. აქ ახლა workload resources არ გვაწყობს, აი Kubernetes API-ის ქვეშ არის service resource, აი სერვისების რესურსები, ხო? აი აგერ არის სერვისი, ჩავიხედოთ შიგნით. აგერ არის API version, kind, metadata, სპეციფიკაცია და სტატუსი. აქ ასევე ვერ ვხედავთ სადმე რომ ეწეროს ტიპი, ხო, რა ტიპის სერვისი. ამიტომ სპეციფიკაციებში იქნება დიდი ალბათობით შევედით, დავაჭირეთ სპეციფიკაციას. აქ არის სელექტორი შეიძლება იყოს აი map ტიპის string-ებით შევსებული პორტი, ხო, სერვის პორტი და ასე შემდეგ. ზოგი ატრიბუტი არის სავალდებულო, ზოგი არა, აი სადაც არ უწერია რომ სავალდებულოა, ის შეგვიძლია არ გავწეროთ, ხო, აი მაგალითად აქ არ ვიცი ახლა უწერია თუ არა პირდაპირ, მაგრამ მახსოვს რომ გვერდზე გარკვეულ ატრიბუტებს უწერიათ რომ ესე აი required აგერ არის ამაზე ვსაუბრობ. აუცილებელი ატრიბუტი, ანუ ეს ატრიბუტი აუცილებლად უნდა იყოს აი ამ ფაილში, წინანდელ შემთხვევაში გვეჩქუება, ხო, required. თუმცა ზოგი ატრიბუტი სულაც არ არის required, აი მაგალითად ports protocols არ არის required. დაწერ, კარგი, არ დაწერ, არც ეგ არ არის პრობლემა, defaults აიღებს რაც არის. ჩვენ ახლა გვაინტერესებს ტიპი, აი ეგერ არის type, ხო, სერვისის ტიპი და აგერ არის აი რაზეც საუბრობდი external cluster IP, node port-ი ან load balancer-ი. ხო, მე ამებზე ვისაუბრე თეორიულ გაკვეთილზე. ხო, default-ად როგორც ვიცი, cluster IP ტიპის სერვის შექმნის, ხო, ეს ფაილი რო გავუშვათ, cluster IP შექმნის. ეს ჩვენ არ გვაწყობს, ჩვენ გინდა რომ აი კონკრეტული IP-ით მივაკითხოთ კონკრეტულ პორტს და მივიღოთ ბრაუზერში პასუხი პროდისგან, ხო, შესაბამისად ну, მოდით ახლა გამოვიყენოთ აი ეს load balancer ტიპის ჩანაწერი. როგორ ვაკეთებ? type, ხო? ეს არ არის სავალდებულო ატრიბუტი, როგორც ხედავთ და სპეციფიკაციებში უნდა გაკეთდეს. ანუ სპეციფიკაციებში წერთ types, სწორად უნდა გავწეროთ, სხვა შორის მე დამავიწყე, მე თქვა, აი ეს დაშორებები კრიტიკულია, ხო? რომ default-ად ორი ცალია, ხო? და გააკეთეთ თქვენაც აი ესე ორი. type გასაღები მიუთითე და load balancer-ებს, აი მეხმარება ეს გაფართოება, ხო? ასეთი ტიპის სერვისი უნდა გავუშვაობევნებ. load balancer, კი ბატონო, ძალიან კარგი. რაიმე ხო არ გამოვრჩა, ნახოთ. ხო. ეს სელექტორი deployment-ის სახელს მიუთითებს, რომელსაც გააკონტროლებს ჩვენი სერვისი. მე მგონი არც არაფერი არ გამოვრჩა, მოდით ახლა გავუშვათ უშუალოდ სერვისის. იგი ჩვენ უკვე გვაქვს get deploy, გვაქვს deployment-ი kubectl get deployment-ი 4 პოდით, ძალიან კარგი, მაგრამ ახლა მოვიდა დრო გავუშვათ სერვისი უნდა გავუშვათ, იგივე ბრძანება apply -f service და რა გვინდა მეტი არც არაფერი გავუშვათ get svc, ну შემოკლებით service და ხედავთ რომ აი ძირითადად სისტემური სერვისთან ერთად გაეშვა ჩვენი სერვისი load balancer ტიპის, ამადა მისამართზე ეს შიდა მისამართია load balancer-ის IP-ს, ისე მე ამაზე ვისაუბრე რომ თუ გვინდა გარეთ ჩანდეს მოსაღებელი IP და შესაბამისად არის მოსაგვარებელი პორტი 555 და default-ად მე შემიძლია ჯერეთი ტუნელი უნდა ჩავთო, ხო, არ უნდა დაგვავიწყდეს minikube-თან გვაქვს აქვე, ხო? ამიტომ მე პარალელურად აქ კიდევ ერთი ტერმინალი გავუშვი. გარდა გავიწყოთ ეს მომენტი minikube tunnel. ტუნელირება გასაკეთებელია, წინანდელ შემთხვევაში minikube-ში ვერ დავკავშირდებით ჩვენს სერვისს. მოდით ახლა გადავიდეთ ბრაუზერში, აქ წერთ 127, ну localhost-ის IP, ასე ვთქვათ, ხო, და ხუთიანები. და აი ვხედავთ სერვისის მუშაობის შედეგს.
აქ ახლა თუ განვაახლებ ამ გვერდს, სხვადასხვა პოდიდან მივიღებ პასუხს. აი ხედავთ, ხო? აი სხვადასხვა პოდიდან ვიღებ პასუხს. აგერ არის 4 ცალი გვაქვს x და პრობლემა ეს არ არის. ძალიან კარგი. ანუ ფაქტიურად ჩვენ იგივე საკონფიგურაციო ფაილი YAML-ში გავაკეთეთ, სწორად გავწერეთ პარამეტრები, მოვიხმარიეთ დოკუმენტაცია, ხო, რაღაცები თუ არ ვიცით, ვიხედებით აქ და უყურებთ როგორ ქვია რა პარამეტრებს იღებს, ხო, აი მაგალითად აქ type-ში აგერ ჩანდა, ხო, აი რა პარამეტრები შეიძლება valid options, აი პირდაპირ აქ გვეუბნებიან რა არსებული პარამეტრები გააჩნია. სერვისი რო ვნახოთ, აი მაგალითად რა სიტუაციაში kubectl describe სერვისი რო ვნახოთ, აი მაგალითად გვინდა describe svc ორ სახელი ისევ დამავიწყდა, აგერ არის ჩემი სერვისის სახელი. და აი აგერ ბატონო ჩვენი სერვისი 4 პოდი, მისი IP-ში და პორტით 5000-ით, ნუ ყველაფერი ჩვეულებრივ არის როგორც აქამდე განხილდა. ანუ აბსოლუტურად ყველაფერი უბრალოდ მართვის სტილი იმპერატიული მიდგომიდან დეკლარატიულ მიდგომაზე შევცვალეთ ამ ყველაფრის. მეცაც გეტყვით ჩვენ შეგვიძლია Minikubes მოყვება dashboard-ი, ანუ ვიზუალური ასახვა, თუ რა გავუშვით. რა არის გაშვებული, რა მუშაობს და ამ შემდეგ. ეს შეგვიძლია ასე გავაკეთოთ Minikube dashboard და დავაჭიროთ, ცოტა დრო დაჭირდება. ახლა ჩამოწერ შესაბამის image-ს, ხო, ავტომატურად დააყენებს ამ image-ს და ცოტა ხანში წესით არ ეგეთ ბრაუზერში უნდა გამიხსნას გვერდი. ნუ დაველოთ ცოტა ხანი. აი, გაიხსნა კიდევაც, აგერ არის ბრაუზერში ეს გვერდი. ეს ანუ კიდევ ერთხელ Minikube dashboard-ს წერთ, ის ჩამოწერ შესაბამის image, აი ხედავთ ასეთ ვიზუალურ გვერდს და აი ხედავთ ერთი ცალი deployment-ი გვაქვს გაშვებული, 4 ცალი პოდი გვაქვს გაშვებული, რეპლიკა სეტი 1-ია. აქ მარცხენა მხარეს უამრავი სხვადასხვა პარამეტრია პოდებში, რო ჩავიხედოთ რა პოდებია გაშვებული თავისი ID-ით, ხო, თავისი deployment-ის სახელით წინ რომელ node-ზე, აი Minikube-ის რომელ კვანძზე, Minikube-ის კვანძზე რეპლიკა სეტი აგერ ბატონო. შეგნითაც შეგიძლიათ შეიხედოთ და ნახოთ უფრო დაწვრილებით რა ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, დაათვალიერეთ აუცილებლად. სერვისები, აი სერვისებში რა ხდება? აგერ არის სისტემური სერვისი, აგერ არის ჩვენი სერვისი, ჩავიხედოთ შიგნით. აქ სხვათა შორის შეგვიძლია ხელითაც განვახორციელოთ რედაქტირება, ხო? აგერ არის ტიპი სერვისის, load balancer ტიპის. გავადით load balancer ტიპის და ბევრი სხვადასხვა პარამეტრია, 4 პოდი, ხო, endpoint-ები უბრალოდ. შიდა პორტები 5000. ძალიან საინტერესოა მოკლედ. იმიჯები რა, იმიჯის ბაზაზეა ეს პოდები. აქ თუ დააჭერთ ესეთ ღილაკს edit, ნაინახავთ აი იგივე YAML-ის ან JSON-ითაც შეიძლება, ხო, მე დამავიწყდა მეთქო, მაგრამ ალბათ უფრო მოსახერხებელი YAML-ია. ხო, YML თუ როგორც უძახიან, მე YAML-ს უძახი. და აქ თუ დააკვირდებით, ბევრად მეტი პარამეტრია გაწერილი. ნუ იმიტომ რომ ჯერ ეს გაშვებული კონფიგურაცია და მუშაობს ხა ამ მომენტში და კიდე დამატებით პარამეტრებს, რაც ფარდის უკან იმალება გვაჩვენებს. თუმცა აქედანაც შეიძლება გარკვეული აპდეიტების წარმოება, ხელით გაკეთება, აგერ გააწერთ და აპდეიტება. ეს არ არის კარგი პრაქტიკა ხო მაინდა-მაინც, მაგრამ ნუ იცოდეთ რომ ესეც შესაძლებელია. კიდევ, ნუ რა ვიცი, კონფიგურაციის, აი მეფებია სპეციალური. ეს უკვე ძალიან ცოტა სიღრმეებში მივდივართ და ბევრი საინტერესო რამ. ესეთი dashboard, ესეთი თულია და ტერმინალში შეგიძლიათ ესე გააწეროთ Minikubes ფაქტიურად არ შეიძლება ითქვას რომ პირდაპირ მოყვება, მაგრამ იცის ეს ბრძანება და ჩამოგიწერთ image და გააკეთებს ამ გვერდის გაშვებას. მოდით, ამას ხა მე დავხურავ, არ გვჭირდება და ამის გაჩერება Ctrl+C-ი შეიძლება, ხო, აი გავაჩერე ამ dashboard-ის მუშაობა, ხო? კიდევ რა შეიძლება აქ დავამატოთ. წაშლა, ხო, აი შექმნა გავაკეთეთ, შეცვლა გავაკეთეთ, ხო? deployment-ებში მაგალითად, ხო, არ მithქოს თუ ჩვეულებრივ გვინდა გავზარდოთ რაოდენობა აი 7-ზე, ხო, რეპლიკები.
პოდების რაოდენობა ჩვეულებრივად სლით ამ რიცხვს და მორჩა და უშვებთ ისევ იგივე ბრძანებას, ანუ არაფერი დამატებითი აქ რაღაც სასწაული ისინი საჭირო არ არის. მოდით ვნახოთ გამშვები. აგერ არის deployment file-ი გავუშვი და ვნახოთ kubectl get pods ხო? აი ხა 7 ცალი უნდა იყოს აქ, აი ჩვეულებრივ. ამიტომ ვშლით საკონფიგურაციო ფაილს, რაც სჭირდება და თავიდან ამ ფაილს აჭმევთ ასე ვთქვათ ტერმინალს, აი როგორც მე ვაკეთებ ეს. წაშლა, ახლა შექმნა გასაგებია ხო? kubectl get svc, ნახოთ, აგერ არის სერვისი kubectl get deployment-ის კონფიგურაცია აგერ არის, თავის 7 პოდით. ჩვენ გვინდა წავშალოთ სერვისი, წავშალოთ deployment-იც, ხო? ერთად შეიძლება ამის გაკეთება, როგორ? აი ეს kubectl delete ბრძანება -f deployment YAML შემდეგ -f და service YAML. აი ეს დაშორებები აუცილებლად. ესე იგი უთითებ deployment files, service files და delete ბრძანებით მოხდება ამ ორივე კომპონენტის წაშლა, service-ისაც და deployment-ისაც. დავაჭირე enter-ს, ვნახოთ რა სიტუაცია გვაქვს deploy-ებში. deploy-ები აღარ მოიძებნება, სერვისებიც ცარიელი იქნება. დარჩა Kubernetes-ის სერვისი მარტო და პოდებიც, ახლა თუ პოდებს მივაკითხავთ, პოდებშიც არაფერი არ გვაქვს ესე განვახორციელეთ ამ ყველაფრის ამოშლა. ნუ ეს იყო პირველადი ესე გაცნობა, რა თქმა უნდა, ესე მარტი საკონფიგურაციო ფაილები, ნუ არ არის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. ძირითადი მომენტებიდან იგივე დონეზე აკეთებთ რაც პროექტია, არქმევთ YAML, არქმევთ შესაბამის კომპონენტს, შესაბამის სახელს deployment ფაილი იქნება, service ფაილი. შეგიძლიათ A-ის გარეშე დაწეროთ YML-ი პირდაპირ და თუ რაიმე ვთქვათ ატრიბუტი არ იცით, აგერ ბატონო დოკუმენტაცია, რომელიც საკმაოდ კარგად წერია აქ გარკვევით რა შეიძლება იყოს ამ template-ებში, ამ ყალიბებში და გახსოვდეთ რომ ეს არის დეკლარატიული მიდგომა. მოდით მე ტუნელსაც გავთიშავ, რომ ხელს არ გვიშლიდეს და რას დავამატებდი აქ. ხო, extension-ი ამის არასალდებულო Visual Studio Code-ში იმუშაოთ, დარწმუნებული ვარ თანამედროვე ყველა ID-ს ექნება Kubernetes-ის გაფართოება extension-ი, რომელიც უფრო გემარტივებთ. ახლა მე მაგალითად მთელი ეს ატრიბუტები არ მიწერია, როგორც ნახეთ, გავწერე საკვანძო სიტყვა და ავტომატურად დამიგენერირა, მაგრამ ყურადღება არის საჭირო, რა თქმა უნდა, თვითონ value-ზე მნიშვნელობებს. კიდევ რაც უნდა გიცნობდეთ, YAM სტრუქტურაში არის ლექსიკონის ტიპის, ხო, გასაღები მნიშვნელობა, ხო, ზერითადად, თუმცა ხდება ასევე C-ები, ესეთი მინუს, სადაც დაინახავთ C-ის ელემენტს გულისხმობს, ხო, გასაღები და გასაღების შემდეგ C-ის ელემენტი უფრო სწორად ჩვეულებრივი C-ის ელემენტება წარმოგიდგენია მნიშვნელობები, ხო, ნუ ეს უკვე ნიუანსებია, ხო, დაშორებებიც კრიტიკულია და რომელ დონეზე არის ეს გარკვეული ატრიბუტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უნდა გესმოდეთ, რომ აი ეს დონეების არევა, აი მაგალითად ასეთი რაღაცა უკვე შეცდომა იქნება, ხო? მაგრამ save თუ დავაჭერ, ხო? ზოგიერთ ესე იგი, აი ახლა აქ აწყობილია, რომ ვალიდაცია შეიძლება გააკეთოს და გამისწოროს. აი ესეც იცოდეთ, მაგალითად არის ასეთი ჩაშენებული ფუნქციონალიც. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი დაშორებით იყოს, სწორ დონეებზე იყოს და ნუ დოკუმენტაციით ფაქტიურად ნებისმიერ რაღაცის გაწერა შეგიძლიათ. ერთხელ გაწერთ ამ ფაილს, შემდეგ გავუშვებთ რამდენჯერაც გინდათ, მერე რა არის კარგი, ისე იგი იღებთ ამ ფაილს, შეგიძლიათ გადააგზავნოთ სხვასთან, ან სხვა პროექტში გამოიყენოთ, პლუს-მინუს ძირითადი კარკასი რჩება და არ წვალოთ, მოკლედ ამ თითო ისტორიაში ამ ბრძანებების ძებნით, როგორც მე ვაკეთებდი აქ და იქაც შეიძლება რაღაც შეცდომა მოგივიდეს. რეალური პროექტები იმართება უფრო ესეთ სტილში, თუმცა არის კიდე ბევრი დამატებები, ამაზე ცალკე ვისაუბროთ. შემდეგ აგვეთოზე კიდე გაჩვენებთ რაღაცებს ამ deployment-ების და YAML-ის გამოყენებით და კიდევ სხვა მხრიდან დაინახავთ ამის პლუსებს. კარგი, მოდით ამით დავასრულოთ და მომავალ შეხვედრამდე.